გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო, ობიექტივის ტელევიზიის სტუდია ნომერი 8-დან. დღეს თქვენთან ერთად თითქმის 1 საათის განმავლობაში პირდაპირ ეთერში ვიქნები მე, ირაკლი კობრავა და ბატონი გიორგი კარტოზია. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში რადიო მსმენელებისთვის ვიტყვი ნომერს 557885588. ტელემაყურებლებისთვის ტელეფონის ნომერი ეკრანზეა გამოსახული. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში თქვენი აზრი, თქვენი მოსაზრებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ როგორც სოციალური, ისე პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ეს ყველაფერი ჩვენთვის საჭიროა, იმიტომ რომ გავიაზროთ რა არის ხალხის შეკვეთა, დაკვეთა, რა ჭირდებათ, როგორ შეიძლება მისი გამოსწორება და როგორ შეიძლება რომ საზოგადოებასთან ერთად ვაკეთოთ ის, რაც საქართველოსთვის და ჩვენი ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი და საჭირო. რა ვიცი, ქვეყანაში თითქმის არაფერი არ იცვლება, ისევ ისე დაყვეს ეს ქვეყანა ნაცქოცებად და ეს პროცესი მიმდინარეობს, არაფერი იცვლება არ არის. ცოტა 2 სიტყვით ვთქვათ, რა ხდება მსოფლიოში, თქვენს რა თქმა უნდა ეთყობა ადევნებთ თვალყურს ამბებს, რაც მსოფლიო ახალ პოლიტიკურ, გეოპოლიტიკური აი გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. ეხლა ძირითადად არის ის, რომ ტრამპის რეპუტაცია დევს სასწორზე. ტრამპი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი რენომე შეინარჩუნოს და გააძლიეროს, ამიტომ ის ყველა დათმობაზე მიდის თითქმის, რასაც რუსეთი ითხოვს. და რუსეთს, რა თქმა უნდა, დიდი მადა ექნება, იმიტომ რომ დღეს ის იმარჯვებს. ამ ომში ის როგორც იტყვიან წარმატებულია, თუ ამას წარმატება ქვია, ამდენი ხალხი იღუპება, ეკონომიკა ნადგურდება, განსაკუთრებით უკრაინისთვის, რა ვიცი, თითქმის მთელი სახელმწიფო დაიშალა, ამხელა ქვეყანა და დღეს ითხოვს ისეთ რაღაცებს, რაზეც წარმოდგენაც კი არ ქონდა მსოფლიოს, რომ ამას შეიძლებოდა რუსეთისთვის ამის დათმობა, მაგრამ მოუწევს დათმობა, რადგანაც როგორც აღნიშნე, ტრამპის რეპუტაცია დევს სასწორზე და თუ ტრამპმა რამოდენიმე თვეში არ დაასრულა ომი, უკვე მისი რეპუტაცია შეირყევა. და ის იძულებულია ფაქტიურად ყველანაირ დათმობაზე წავიდეს რა. რა თქმა უნდა და ეხლა მე ვფიქრობ, რომ ამ ზაფხულში ნამდვილად არ დამთავრდება ეს ომი, იმიტომ რომ ჯერ იმას ამბობენ, რომ აი ენერგო ობიექტების არ დაბომბვა, შავი ზღვის თავისუფალი მიმოსვლა და იქ არ გამოყენება სამხედრო ძალების, რუსეთს ითხოვს, რომ განთავისუფლდეს ის ბანკები, რომლებიც აფინანსებენ, თქვათ, ხორბლის, იქ სასუქების გადაზიდვას და გატანას რუსეთიდან და ამაზე ტრამპი უკვე მიდის, ამ საკითხები თითქმის მოგვარებულია. ეს რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაც არ უნდა აცხადოს ეხლა პუტინმა ის, რომ რუსეთში ყველაფერი კარგად არის და დალაგებულია, არც ისია საქმე. ეკონომიკური მდგომარეობა არ არის. ხო და აი ტრამპმა თქვა, რომ ეს ომი არ დაიწყებოდა, მე რომ ყოფილიყავ პრეზიდენტი. ანუ ის ამბობს, რომ აქ რუსეთის ბრალი ნაკლებად არის, ის ჩაითრიეს ომში, როგორც იმას ეძახის გამოშტერებულ წინა პრეზიდენტს ბაიდენს, რომელმაც ეს ომი გააჩაღა და ჩაითრია რუსეთი და ესეთი უბედურება დაატრიალა შუაგულ ევროპაში. და სხვა გამოსავალი დღეს არ არის, იმიტომ რომ რუსეთს ტერიტორიების დათმობაზეც მიდის საუბარი, მიდის იმაზე, რომ რა ვიცი, მე მგონი უკრაინის აღიარებაზე მიდის, უკრაინის აღიარებს და იმ დანარჩენ რაც მოასწრებს დამყრობას რუსეთი. ამ ტერიტორიებს რა თქმა უნდა არ დათმობს, იმიტომ რომ სისხლი მოითხოვა და მილიონამდე ადამიანი დაიღუპა და ახლა როგორ შეიძლება დათმოს ეს ტერიტორია და პლუს ამას საერთოდ უკრაინას მე მგონი დაშლა
დაშლას უპირებენ, იმიტომ რომ იქ უნგრეთი, რუმინეთი, პოლონეთი ითხოვს იმ ძველ ტერიტორიებს, რაც სტალინის დროს ჩამოართვეს და მიუერთეს და უკრაინა ესე ქვეყნას შეაკოწიწეს და იყო მშვენიერი ქვეყანა. ესე სხვათა შორის ბოდიში და აი სწორედ პოლონეთთან მიმართებაში ომის დაწყებიდან რამოდენიმე ხანში ეს მოსაზრება არსებობდა და პოლონეთის სეიმში ეს მოსაზრება იყო, ამაზე საუბარიც იყო, რომ მათ დაიბრუნონ, ოღონდ ესე არ იყო, აი დაბრუნება, უბრალოდ ჩვენი კონტროლის ქვეშ მოხვდესო, რომ აი რუსეთი არ შემოვიდეს იმ ტერიტორიაზე, რომელიც იყო რეალურად და ეს აზრი მუსირებდა ჯერ კიდევ ომის დაწყების დასაწყისშივე და ეს რეალობა. იგივეა უნგრეთი ახლა იმ ტერიტორიებს, რომელიც უპირებს, რომ დაიბრუნოს, იქ გზებს აკეთებს, კაშხლებს მშენებლობა მიდის, ინფრასტრუქტურის და მოსახლეობაც ხო არის უნგრული მოსახლეობა, იქ რუმინული, იქ პოლონური და თუ რაღაცა რუსეთი წაიღებს, ისინიც მოითხოვენ ტერიტორიებს და ზარია გისმენთ? შემოუშვით. დიახ. ალო. დიახ, გისმენთ? გესმით? დიახ, ისაუბრეთ. რა მაინტერესებს ახლა ძალიან დიდი ბოდიში მოხდით. კინა გადაცემაში თქვენ ყავდათ პატიმრის დედა. მოწეული, ხო? დიახ. და პატიმარი თალაპარაკეთ ტერიმიდან. დიახ. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა იქ ვინ ზიანიც 5 იყო და 7 იყო? უდანაშაულო ზიან? იცით რა ახლა ესე ჩვენ იცით ამას საფუძველი ის აქვს რომ ჩვენ უნდობლობას უცხადებთ დღეს ამ სასამართლო სისტემას გამიგეთ და არ არის გამორიცხული რომ რაღაცის გამო პოლიტიკური ან რაღაცის თვალსაზრისით ნუ ახლა თქვენ ჩახედული ხართ მაგ ამბებში მე თვალს არა მე ვაფშე ნეიტრალ გული დამსდა რომ ის კალბატონი მოვიდა და იმას არ უწევთ 10 წლის შემდეგ ეს თავიშის მაინც ნახავს გამოვა და დედამიწა ვერ ახდათ რომელმე უდანაშაულო ბავშვი მოკვდა არა მაგას ახლა როგორ ჩვენ არასდროს არ გვითქვია და არ ვამბობთ რომ რა თქმა უნდა უსამძიმრებთ იმ ოჯახს და ახალგაზრდა ბიჭის დაღუპვა ეს არის რა ტრაგედია მარტო ოჯახის არა ქვეყნის ტრაგედია მაგრამ იმ გარდაცვლილი ბიჭის მაგივრად რომ უდანაშაულო ხალხს ჩასვამთ ციხეში და 16 წელს მიუსჯი ახალგაზრდა ბიჭებს ეს ტრაგედია არ არის თქვენი საზრით? ნამდვილად ჩემთვის ეგ ტრაგედია. ეგეთ. რა თქმა უნდა, მაგას ვიძახი და თუ დაიღუპა ეს ფეხბურთელი ბავშვი, იმასთან ერთად 15 წელი და 16 წელი ერთის იღუპებია, ხო? რა თქმა უნდა. მაგაშია საქმე და მაგიტომ მაგრამ რა არის იცი? აი ხლა ის იქ მოხდა ჭუბი. მე პირადად მოგითხარ სიმართლე, ხო? ამ გოგოს მამასაც ვადანაშაულებ, იმიტომ რომ შეიძლება რომ იქ ვიღაცა უფროსი დაენიშნა, დაწვა ეყვანა ან რაღაცა რომ ამ ჭუბი არ მოხდარიყო. ნუ ეხლა ეგ უკვე ესე როგორ შეიძლება რომ 18 წლის ბავშვს დამატებიღე ზუგდიხ მე არა უბრალოდ მე სხვა რამეზე წდება გული რომ რა არის იცი აი სამბისტი ჯუდოისტი რა არის ეს რომ ჩამოვიდა ნახა და წაიყვანებს კიდე იმას რაღაცებს გადალახავთ ხალხი აი მაგარ გამოიწვიეს ყველაფერი იცით რა არის ეხლა იქ პროცესები ამდენი ხანი მიდიოდა და არსებითი ვერაფერი ვერ პროკურატურამ ვერაფერი ვერ წარმოადგინა უბრალოდ მოსამართლის შინაგანი ხმის კარნახით ნუ ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ ახალგაზრდა ბიჭემა 5 ცემა ერთი კაცი რომელიც გარბოდა ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ოჯახში გაზრდილი ბავშვები არიან რა სხვა რა ველურების ყიჟინი ჩავიდნენ და მოკლეს არ არის ესე და ამიტომაც იწევს ეს ყველაფერი და საერთოდ რო ვთქვათ რა სამართლიანობის აღდგენა რომელიც ბატონმა ბიძინამ შეგვირდა თავისი მოსვლის წინაც და შემდეგ რომ მოვიდა პრემიერად და გვეუბნებოდა რომ სამართლიან ქვეყანას ავაშენებთ და ისეთი დემოკრატია იქნება რომ გაოცებული დარჩება თელი ევროპა და ამერიკა და რა ვიცი 4 წელიწადში ავყვავდებით და ავშენდებით და მე გამოდის და ამბობს ახლა მე თქვენ რა გიყოთო აქო ნეპოტიზმია ამ ქვეყანაში ვერ მოვსმოფო სამუშაოს ვერ გიშოვითო წადით და სხვაგან ემუშავითო და რაც მთავარია იცით რა არის
საფუძველი რა არის? კონსტიტუცია, ხო, კონსტიტუცია არის, რომლის მიხედვითაც ქვეყანამ უნდა იარსებოს და იცხოვროს. კონსტიტუციის გარანტია არის პრეზიდენტი და კონსტიტუციის აღსრულების მექანიზმი არის სასამართლო. როდესაც სასამართლო არის უსამართლო, ქვეყანაც უსამართლოა. თქვენ ახლა არ ვიცი რამდენი წლის ახართ და საერთოდ ახალგაზრდობამ არ იცის საბჭოთა კავშირს ისეთი კონსტიტუცია ჰქონდა, ნუ 10 მცნება გეგონებოდათ, ყველაფერი ისე იყო ფურცელზე დაწერილი, რომ მე არ ვიცი, აი საოცნებო უტოპიური ქვეყნის კონსტიტუცია გეგონებოდათ, მაგრამ ეს მხოლოდ ქაღალდზე იყო და შესრულება კიდე სხვა პროცესია. რაც დღეს ხდება, რაც მიმდინარეობს, ისო სამართალს ვეღარ პოულობს ხალხი და აი ესე უსამართლო ქვეყანაში ცხოვრობენ. ის მოსამართლეები, რომელებიც ჩვენ გაგვასამართლეს, პროკურორები, რომლებიც მოგვისაჯა. რა თქმა უნდა, ეს ცალკე ესეთი საუბრის თემაა და რატო გეპარებათ ეჭვიო, ახლა როგორ შეიძლება ახალგაზრდა ბიჭის გოგო სულ ერთია კაცო, ნებისმიერი ადამიანის დაღუპვა ჩვენთვის მიუღებელია და ქვეყნისთვისაც და ყველასთვის და მასი არ არის რა. ზარია გისმენთ? დიახ, ისაუბრეთ. გისმენთ ხალბატონ. ჩემი ხმა ისმის? დიახ, ისაუბრეთ. ისა რუსეთის უკრაინის ომის შესახებ მინდა ისა რეაქცია, ხომ ის რუსეთი იძულებული განხადეს სიმართლე ხომ უნდა ვთქვა, ღმერთი ხომ გვიყურებს? ღმერთს ხომ ესმის, ხომ ყველანაირად ეცადა, ხომ მერკელმა ხომ თქვა, რომ თქვენო მოვატყუეთ რუსეთიო და ომისთვის წავდებოდითო? ხალხი რომ იღუპება, ყველაზე უფრო მე მგონი პუტინს ეცოდება საკუთარი მოძმე ხალხი. თუ არა, აქამდე ალბათ მალე დაამთავრებდა უფრო. ეს სიმართლე ხომ უნდა ვთქვათ? არის ეს სიმართლე? ხომ უპირებდნენ რუსეთს განადგურებას, მიწასთან გასწორებას, გაწყვეტას, ბუმერანგივით დაუბრუნდა ჩვენს სანაკებო სადიდებელ ევროპასა. მთელი საქართველოს მეფეების და იმის ისტორიაში ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე პატრიოტი მეფე ყოფილა ერეკლე მეორე ძეგლი დაუდგათ და იმ ტრაქტატს დაუდგათ ძეგლი, რომ ცოცხლები და ვარსებობს ქართველები, თურმე ქართველები გადაგვაშენებენ ჩვენ, ვიდრე რუსები. აი 30 წელია ჩვენი პრეზიდენტები, არჩეულები, პრემიერ-მინისტრები და რას აკეთებენ? საკუთარ ხალხს 35 ლარ პენსიას უმატებენ, ყველაფერს აძვირებენ და არც ხვენიან და ეკონომიკურ ზრდაზე ლაპარაკობენ. რაზე უნდა ილაპარაკო? რა აქვენ სატრაბახო, რომ რუსეთი ცუდია, პუტინი ცუდია და ჩვენ კარგები ვართ და 35 ლარი პენსიონერები ტირია. ჩართეთ, ნახეთ იმ დაწყევლილი რუსეთის ხალხის რა ხალხი ყავდა, სასიკადულო აკადემიკოსები, მსახიობები, სპორტსმენები, არ ვიცი. საამაყო თუ რამე გვაქვს ის დრო და ის ხალხი. აი ახლანდელი ხალხი. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ სიმართლეა. ურუსეთობა ძალიან დაეწყო, ნოდარ დუმბაძის არ იყოს ერთ რომანში ამბობს, უშაქრობა დაეწყო საქართველოს ომის იმას ხალხსო და ურუსეთობა მაგრად დაეწყო ამას თუ არ ვაღიარებ. კიდო 30 წელი ევროპას ვიძახებთ და ევროპას როგორ მოიხსენიებს და როგორ ებყრობა ტრამპი, აი ზუსტად იმას იმსახურებენ ევროპა. დღევანდელი ეს პოლიტიკოსები. მადლობა ხალბატონო, მადლობთ. რა თქმა უნდა, სიმართლის მარცვალი არის თქვენს საუბარში ხალბატონო. ეხლა რუსეთი რო ანგელოზი არ არის და ნუ იმპერია და იმპერიის ქმედება ყოველთვის არის მაგდაგვარი რუსეთმა დიდი შეცდომა სხვათა შორის იმ ტრაქტატში, რომელიც ერეკლემ დადო, იქ არავითარი რუსეთის გუბერნიაზე არ იყო. შემდეგი ტრაქტატი გაფორმდა, შემდეგ გიორგი მე-12-ის დროს და მაგით შეიცვალა ეს ყველაფერი და აქ დამნაშავე იყვნენ შიდა მტრები. აი ესეთი როგორც ციციანოვები იყო და ისინი, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ მეფე არ გჭირდება და ჩვენ ტერიტორიას წავიღებთ და ვიქნებით თვითონ მეფეები. ეს ყოველთვის იყო საქართველოში, მაგას ებრძოდა აღმაშენებელი და ყველა მაგას ებრძოდა. ყველა დიდი მეფე ამას ებრძოდა. ფეოდალურ ამ
გადმონაშთებს რაც იყო რა ეს მითვისების რუსეთმა გააერთიანა საქართველო, მაგრამ წაგვართვა ყველაზე ძვირფასი რაც იყო ეს მონარქია, წაგვართვა ავტოკეფალია, თითქოს ჩვენ არ ვემსახურებდით და აი ეს იყო დიდი დანაშაული. ეხლა ეს ძალიან ვრცელი თემაა, მაგრამ რუსეთმა ერთი ის დიდი გააკეთა, რომ საქართველოს სახელმწიფოდ დატოვა და 700,000 კაციდან ჩვენ დაჟე კომუნისტების დროს პირველი ქვეყანა ვიყავით. 5 მილიონამდე ვიყავით. მთელ ამიერკავკასიაში. აი ეს მინდა დავამატო ქალბატონის ნათქვამს და რეალურად ესე იყო, ეს იყო ჩვენი კულტურული ჩვენი კულტურის რენესანსის პერიოდი, როცა ჩვენ ვიყავით. და შვიდობა მოიტანა და შვიდობა დროს იყო. გააკეთა ეგ ყველაფერი. გისმენთ ზარია? დიახ, შვიდობა მოიტანა მე-20 საუკუნის კორიფეები. აღმავლობა, ისტორია, ლიტერატურა, მუსიკა ყველა სფეროში. ეხლა რაც შეეხება ჩვენ მსმენელებს, საზოგადოების დიდი ნაწილი ყველანი პოლიტიკოსებად ვიცით, ყველანი თითქმის 80% და ვიცით პოლიტიკოსებად თუ უმრავლესობა პოლიტიკანებად. არა, პოლიტიკანებად მე არ კარგებს არჩენ და არჩევს. პოლიტიკოსებად არა, 20% არიან პოლიტიკანები და 80% სამშობლოზე და საქართველოზე შეყვარებული არა, მე ელიტაზე გეუბნებით, ელიტას რო ეძახიან. დიახ, ელიტაზე ვამბობ 20% არიან ისინი, მეტი არ არიან. ჩვენ როგორმე, ჩემო ბატონებო, როგორმე ბონებას აჭარა, ფოთი და ბურია რო დღეს ჩვენია, 400 რუსი ჯარისკაცი ქობულეთის მიწაზე განისვენეს და მათთან ერთად მაზნიერთმა და ამათ დაიბრუნეს ერთად. ეხლა რაც შეეხება ოცნების დაკნინებას, ხელისუფლებას თქვენ რომ მოგდანებული ყავით, ყველაფერს იმას ვერ შეძლებთ, იმიტომ რომ ეს სახელმწიფო და არის სახელმწიფოების ჩვენ გარშემო. როგორმე ბიზნესად შუქერ დავაკნინო და ოცნება. აი თუნდაც მოსამართლეები რომ ბრძანეს და ისინი რა გადაწყვეტილებას იღებდნენ მაშინ, ხომ? ხომ იცით მათ ოჯახებს რა ემუქრებოდა ის რომ ამ გააკეთებინათ რასაც მიშაუბდანეთ და ესეთ გამიგვავისინოდა. ეხლა სტრასბურგში ხომ ქალბატონო, მასე ჩვენს გვემუქრებოდნენ, მაგრამ არასდროს არ გადაგვიდგია ანტიქართული ნაბიჯები ეხლა. გასაგებია თქვენ ეხლა ჩვენ ადამიანები არა ვართ. ერთი წუთით რა გასაგებია პოლიტიკა სხვა რამეა ხო? ნაბიჯება ჭირდება. რუსეთს სადაც მეზობელია 800 კილომეტრი გასაყარი და ეხლა რაც გააკეთა ოცნება, ბევრი რამე ვერ გააკეთა, მაგრამ მე თქვენ ვერ შეძლებთ, მე მაინაში ძალიან ვპატივცემ და ბატონს ახალ მოურავს, მაგრამ რუსეთის სახელმწიფო სათავეში მოხვალ მაშინ ვიღაც ვერ შეძლებთ, რაც გინდა. ნუ დაკარგა, რაც გაკეთდა, ნუ დაიკარგება ის მათი სამედიცინო სფეროში, თუნდაც დახმარებები. ვერ მოუმატებს პენსიები, მაგრამ თუ არ არის ბიუჯეტი პენსიასა ხელფასს როგორ მოუმატებთ? რაც შეეხება პედაგოგებს არ მოუმატებთ. ბიუჯეტი როგორ არ არის ქალბატონო, თავიანთ ხელფასებს რო იზრდიან? ერთი წუთით ეხლა 150 კაცის ბიუჯეტით პენსიასები 80000 პენსიონერს ესეც ასე არის. აი არ დავაგზავნებ თქვენთან ეხლა მე შემიძლია ვიზაუბრო. ჩემი დიდი თქონაა, როგორც ერთი ქართველის, რომ არ შეიძლება ეხლა დააპირისპირება ოცნებასთან. ჩვენ უპირისპირდებით ქალბატონო, აქეთ გვიან დაყვეს ქვეყანა ქოცებად, ნაცებად და დაპირისპირებად თვითონ ქმნიან. თქვენ რა არადევნებთ ეხლა რაღაცა პოლიტიკოსები ვართო 80%-ო და ნაცები ვინ გააკეთა ქალბატონო, ჩვენ ვებრძოდით, ნაცებს ჩვენ რო ვებრძოდით და ჩვენ რო გვიჭერდა, მაშინ ეგენი კარგად იყვნენ. რას მელაპარაკებით ეხლა როგორ საუბრობთ ეგრე ჩვენ გვიჭერდნენ ნაცები ჩვენ კლავდნენ ჩვენ გვებრძოდნენ და კი ბატონო მე რა კი ბატონო ეხლა როგორა მაშინ მოიყვანეს ეს ნაცები რეაბილიტაცია გაუკეთეს რეანიმაცია ჩაუტარეს პორტირებული ნაცები ეს 80% ოცნება მოიყვანა ნაცები აბა ვინ მოიყვანა ქალბატონო განადგურებული იყვნენ კარგით რა ახლა ქალბატონო ერთ რამეს გეტყვი დაახლოებით არა კი არ გეჩხუბებით ქალბატონო მაგრამ როდესაც რაღაცაზე ვსაუბრობთ ცოტა დავყეხა ეს ძალიან ფეტიშიზმი და ესეთი კაცისკაცობა არ შეიძლება რაც გააკეთეს კარგი ვინ უკარგავს არავის არ დაუკარგია რაც ცუდი გააკეთეს იმაზე ვსაუბრობთ აბა როგორ იქნება რა არა რატო არ უნდა ვისაუბროთ იმაზე რომ
დაახლოებით 70-80% პორტირებული ნაცი ყავთ რა კაცო. თქმა უნდა, რა განსხვავება აი მაღაზია აქვს საუბარი და არა იმაზე რომ ვიღაცამ რაღაც ან ეხა ქალბატონს რო უთხარი 120%-ით რო იმატებს შედალოცულო ხელფას 150% ხელფას ხო მოუმატე იმას პენსიონერს ლარი მოუმატეს და შეიძლება 25 ესეთი რაღაცეები და ჩვენ ამაზე გვაქვს საუბარი აი ამ საკითხებზე საუბარი ამ სოციალურ საკითხებზე ამ პოლიტიკურზე სოციალურზე და თუ არ თქვით არ გამოდის 12 და 15 ლარი ეღირება აი როგორ შეიძლება ადამიანმა იცხოვროს პენსია გაქვს 400 ლარი საჭმელი ხო უნდა წამალი ხო უნდა რაღაცა ხო უნდა იფიქრო შენ რო კარგად ხარ მოწყობილი და მე არ ვიცი ერთის კი მჯერა რომ ეს ხელისუფლებები ვინც მოვიდა საქართველოში ყველა იძახის ჩვენი პირობები და ცხოვრება ყოველდღე უმჯობესდებაო. ქვეყნის კი არა და ხალხის ჩვენი პირობები და ჩვენი მდგომარეობა უმჯობესდებაო და ამისი მჯერა ნამდვილად კარგად ამბობენ და ნამდვილად ალალად ამბობენ და ხალხზე კაციშვილი არ ფიქრობს არ შეიძლება ესე შენი სკამის შენარჩუნებისთვის ყველაფერი გაწილო მასე მიშამ ბიუჯეტიც გააკეთა ნუ მიშამ არა უფრო ზურამ გააკეთა ბიუჯეტი სახელმწიფო ინსტიტუტები შექმნა მაგრამ რის ხარჯზე და რაზე გამოვიდა რა გამოვიდა შედეგი რა არის უსამართლობა და უზნეობა და ხალხის ხოცვა და ციხეები და უბედურება ხო? არ გვინდა ესე კაცო, უნდა ნელ-ნელა მიყვე და გააკეთო და არ უნდა ჩაბღაუჭებული იყო ფჭხილები და ბჭყალები ამ ხელისუფლებას. სკამებს სარია გთხოვთ. გისმენთ? დაწნადით მატვილებო დაწნადით პენსიები რა გვინდა 400-ზე მეტი ყოფნის ყველაფერი მაღაზიაში ისეთ დაბალი ფასებია ვერ აგიწეთ აბა კითხეთ მიქოცემ როგორ უნდა შევიდეთ მაღაზიაში რა უნდა ვიყიდოთ ჩვენა 400 ლარი უნდა გვეყოლდა მაგათა 12 და 17,000-ები არ უნდა ეყოთ მეორე შეკითხვა მაქვს თქვენთან ასეთი ხმაჭილებო კი ბატონო რო არა რუსეთი ეს სამი საუკუნე აქ დავაკვირდეთ თორე აქედან დაქორწაგულებდა იქიდან სომხები წაგულებენ იქიდან თურქეთი წაგულებდა რო არა რუსეთი რით უნდა გვიარსება ხალბატონო პლუს მაგაზდა მილიონზე მეტი რუსეთშია ხალხი ქართველები და არა რას ვიძახი იქიდან ფულს აგზავნიან და ოჯახებს ყვებავენ და ნამდვილად მე მაგალითად დიდი სიამოვნებით დაუჭერო რუსეთს ხმას მივცენ ჩემ სულსა და გულს ოღონ მშვიდობა იყო და ცოტა გაჭირებას კიდე მოვიძბენთ იმდენი ხალხი რო აქა ფულს გზავნის ისინი ხალხი არ არიან რუსთან იძბნება მთელი ოჯახები და გვეფერებიან აქა მადლობა არ უნდათ რუსეთი არ უნდათ კომუნისტური წყობა რა სიკვდილი უნდათ მაშინ საქართველოს უნდა გაყიდონ ის უნდათ გაყიდენ და აღარ იყიდება მეტი თორე კიდე გაყიდიან რაღა დარჩა მიშამის გაყიდა ივანიშვილმა ივანიშვილს არ გაუყიდია მაგრამ მანამდე ხო ყიდეს და ყიდეს ეს საქართველო ეგა თქვით რუსეთი არ უნდა ევროპა უნდა გადაწამოხდილი ევროპა უნდა ამ ხალხს რო შემეძოს ყველა ნაციონალს დახვიტან ჩემი ხელი მადლობა ქალბატონო მადლობა ზარისთვის ნუ მართლაც საინტერესო მოსაზრებები აქვს ქალბატონს ნუ რეალობიდან გამომდინარე ახლა ევროპაში აი ევროპაზე აი მოდით აი ირაკლი შეიძლება ეხლა აი ევროპა და ჩვენი თაობისთვის ევროპა და ამერიკა იყო აი რაღაცა აი ხატებით იყო რა აი არ ვიცოდით რა იყო რა და რო შევაბიჯეთ ამაში რომ მივედით აი ამ და დღეს უკვე 30 წელზე მეტია რომ გაწვალებს ეს ევროპა რომ ხან კარს დატოვებენ ღიას ხან ფანჯარას რო აი შემოხვალთ ეხლა იმას ისამ და ამას ისამ და რეალობაში რომ დავდექით უკვე სხვანაირად ვფიქრობთ და ვაზროვნებთ ამას რომ ევროპა და ამერიკა მთლად ისეთი არ ყოფილა რაც ამერიკა პურიტანული ქვეყანა იყო ძალიან ისეთი კონსერვატიული ახლა ბაიდენის ქვეყანაში და დღეს ევროპაში აი ოლიმპიადა მაჩვენა დღეს ევროპის სახე და ახლა თუ როგეუბნებიან ჩემთან თუ შემოდიხარ იყავე ისეთი როგორც მე ვარ ან არ იქნები არ არის მიღებული ამ ქართველი კაცისთვის
მე მგონი არ უნდა იყოს მიღებული. ყოველ შემთხვევაში ჩვენი თაობისთვის ეს მიუღებელია და მე მგონი ახალგაზრდობაც უნდა გქონდეს, მაგრამ არის ესეთი ეს ხო ბევრი არ არის ერთი წუნკლიან თავს შეუძლია წაბილწოს ქვევრი. ეს არასამთავრობოები, რომელიც ფულს იღებენ და ფულზე ყიდიან. მე მგონია ლიბერალური ფრთაები, რომლებიც არც არიან ლიბერალური ფულის ამბავია ყველაფერი რა ფულით ყვებავენ და არც იციან ბიჭო ეს არის ლიბერალიზმი, კლასიკური ლიბერალიზმი სულ სხვა არის. იმას ილიას რო ლიბერალი იყო. რა ის ლიბერალი კაცი ხედავდა რომ სხვა ნიავი უბერავდა უკვე კაპიტალიზმში უნდა გადავსულიყავი და ეს ჩვენი მუქთახორები არაფერს არ აკეთებდნენ და ამ ლიბერალიზმი სულ სხვა რამე ლიბერალიზმიც უნდა იყოს კონსერვატიზმიც უნდა იყოს ქვეყანაში ყველაფერი ის უნდა იყოს ოღონდ კლასიკური გაგებით და არა ეს თავსმოხვეული ფაშიზმში გადასული ჰიტლერიც ეგრე მოვიდა მუშათა პარტია ქონდა რა სოციალურ რა ისე მუშათა პარტიით მოვიდა და ბოლოს გადაიზარდა ფაშიზმში. ესეა კონსერვატორობაც თუ გადაიზარდა, შეუძლია გადაიზარდოს ავტორიტარიზმში, ფაშიზმში. ყველაფერი უნდა იყოს დაბალანსებული. ამას სჭირდება ქვეყანა, ამას სჭირდება ადამიანები, რომელიც ამას მიხედავდა. უპატრონო ქვეყანა ვართ, რა გავაკეთოთ, აღარ ვიცით. რას იტყვის ტრამპი ახლა? ტრამპი იტყვის ტრამპმა თქვა ტრამპს ესე უნდა რა უნდა ტრამპს უნდა ამერიკა იქნება ძლიერი და უძმახარ იცი საერთოდ საქართველოს იყო ერთხელ ჩამოსული და გაიქცა აქედან რო ნახა რა ხდებოდა და ეხლა ვის არავის დარდი არ აქვს ჩვენ თავს უნდა ვეყუտնოდეთ და ჩვენ თავს უნდა მივხედოთ არ შეიძლება ესეთი რაღაცა ადამიანები ეხლა რაღაც კიდე წამოიწყეს გასამართლება პოლიტიკური შეფასება და გასამართლება ნაციონალურ მოძრაობას აღადროს რაც გვიანია, როცა ჩვენ ვაწვდიდით ამას და გვინდოდა ამის გაკეთება, მაშინ დრო იყო და დღეს უკვე გვიანია ამის გაკეთება რეალურად. 2016-17 წლებში უნდა გაკეთებული იყო ეს ზარია ეთერში და გისმენთ? გისმენთ შევაუშვით ზარი. ალო. დიახ, გისმენთ. აი ხალხი გამენდა ლაპარაკობენ ამ იმავე მაგათება რატი დააყენე აიაფერზე გონისწავლე ხოლმე კორექტულად ვისაუბროთ რატი დააყენე კორექტულად ვისაუბროთ ესეც საუბარი ტელევიზიაში ეგეთი საუბრები კორექტულად პირდაპირ ეთერში ხარ და კორექტულად ისაუბრეთ ხო ეხლა რაღაცა არ შეიძლება რაღაცა გაბრაზებულზე ხდება რაღაცა თქვა ისეთი ეს არის ტელევიზია კორექტულია ამ ტელევიზიაში ერთადერთია თითქმის ეს ტელევიზია სადაც პირდაპირ ეთერში აზრები გამოითქმება და ამიტომ გთხოვთ რა გაბრაზებულიც არ უნდა ვიყოთ მით უმეტეს ეხლა დიდი მარხვა და საერთოდ არ შეიძლება ესეთი უხეშობა ჩვენ არავის არ განვიკითხავთ ჩემო კარგებო ჩვენი პირდაპირ მოვალეობა რახან პოლიტიკაში ვართ ჩვენ გამოვავლინოთ ის რაც მავნებლურია ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის თქვენს შეფასებაზე გამოვიტანოთ სააშკარაოზე და თქვენი შეფასება გვაინტერესებს რა ხდება და როგორ შეიძლება ამისი გამოსწორება ძირითადი ის უნდა მივიდეთ როგორ ვებრძოლოთ და როგორ გამოვასწოროთ ეს ყველაფერი რაც ცუდი ხდება კარგზეც შეგვიძლია ვილაპარაკოთ და კარგიც ვთქვათ იმიტომ რომ ხლა იდეალური არავინ არ არის არც ქვეყანა არც სახელმწიფო და არც ადამიანი და ამიტომ არის ეს ტელევიზია რომ აზრები გაუზიაროთ ერთმანეთს და რაღაცა კონსენსუსამდე მივიდეთ. გისმენთ? ალო? დიახ. გამარჯობათ. გამარჯობათ. თქვენ ერთი მისმენ? დიახ. ისაუბრეთ. იცით ესე იგი ერთი რამე მაინტერესებს რა. 2012 წლიდან არიან სტატავეში ხო ოცნება. დიახ. გახლავთ. და 2025 წლამდე რა ესე იგი ვერ დასაჯეს ისინი ამდენი დაპორტირებულები არიან 2014 წელს უნდა ყოფილიყო კარგი ცხოვრება 2016 წელს საამური ცხოვრება უნდა ყოფილიყო საქართველოში კი მაგრამ იქ პარლამენტში რო ზიან და ერთი ბეწო პარლამენტში 128 მილიონერი შეიძლება რომ იყოს ერთმანეთს აგინებენ მიკროფონს ეცრიან ბოთლებს ეცრიან საღამოს კიდე რესტორანებში კეიფობენ და ეს რა არის ესა სანახაობა და
რომში იყო პური და სანახაობა, აქ მარტო სანახაობა მოუწეს. სალია გასო ხალხი მშიერი კვდება. შენ რო იმატებ 17 და 15000 და პენსიონერის ასდებ 300-400, ეგ არის სანახაობა. ბატონო ჩემო, ერთი წუთით გეტყვით რა. აი ეს ადამიანებში ეს პროტესტი არსებობს, ხო? მაგრამ ქუჩაში გამოდიან იმისთვის, რომ ვიღაც არასამთავრობოს რაღაცა ფულის ნაკადი შეუწყვიტოს. რატო არ გამოვდივართ ამ ქუჩაში? რატო არ ვიტყვით ჩვენ სათქმელს? ესე ჩუმად ოჯახში ლაპარაკი, ბირჟაზე ლაპარაკი არ გამოდის. პროტესტია საჭირო. იცით რა პროტესტი როგორ უნდა დააკეთოთ სოციალური პროტესტი მაგრამ თქვენ თუ არ გამოხვედით მე დავაყენებ და ჩვენ დავაყენებთ ხალხს თქვენი იმედი აქვს ობიექტივის რომ გამოხვალთ სოციალური პრობლემებზე ილაპარაკებთ აი თქვენ გამოხვალთ აი კითხავთ ესე გინება არ ვაგინებთ ჩვენ არავის, არც არავის არ ვლანძღავთ, ჩვენ ვამხელთ იმას, რაც საჭიროა და საჭირო ისა რომ საზოგადოება უნდა დაირაზმოს და ჩვენ თქვენს გვერდით დავდგებით და ჩვენ თავზე ავიღებთ ყველაფერს. ლიდერი ჭირდება მე ლიდერი. კი ბატონო, გეუბნებით ჩვენ თავზე ავიღებთ. პასუხისგებლობას, ოღონდ თუ ხალხი არ გამოვიდა და მე ვიარე დროშით ხელში და ვიყვირე რა ამითი არაფერი არ გამოვა. დამაგებინეთ რომელმა ისაქნა რომელიმე ქვემოქმედება ჩაატარა 128 მილიონერიდან ერთი იყო ნავდატო ირმა ინაშვილი რომელმაც 4 წლის განმავლობაში ის ხელფასი არ აიღო და ურიცხავდა უსაკაროებს და ბავშვთა სახლებს აი ეს იყო ადამიანი 900,000 ხელმოწერა და აუდიო ვიდეო მიიტანა ირმა პარლამენტში და უთხრა აი ხალხს უნდა რომ გასამართლდეს ეს ნაცმოძრაობა ეგ რო თქვა იმის მერე აი კობახიძის პირდაპირ ბრძანებით და იმითი აღარ ახსენებენ იმ ნამდვილ ოპოზიციას თქვენ დავწუნოთ 12 პარტია გავერთიანდით და ერთმა გირჩმა შარვალ ჩახტილებმა გვაჯობეს ხო სასაცილოა რა აი ხო ნამდვილად სასაცილოა კი ერთი პარტია რომელიც ნამდვილად ზრუნავს ხალხზე ხო და აი ხო ხედავთ როგორ შეუძლია ხელისუფლებას დაგჩაგროს როგორ შეუძლია რომ აი საერთოდ ხსენებაში არ იყო ოპოზიციას ახსენებს მარტო ქოცებს იმათ აღიარებთ იმიტომ რომ იმათ უკვე სახელი გატეხილი თავგატეხილობა ხო ჯობია სახელის გატეხვას სახელი გაუტეხეს გატეხილი აქვს ისე და თვითონაც ამაზე იჩალიჩეს და ეხლა დაიყენეს ეს ოპოზიცია და როგორც მგელი მოდისო ხო გვასწავლეს წელს აი ეს არის და ხალხი შეშინებულია და გონია რომ სხვა რომ მოვიდეს მართლა ნაცი როგორ არ ვიცი ამას ხსნით და ვერ გავაგებინეთ ამ საზოგადოებას და მადლობთ ზარისთვის ნამდვილად კარგია რომ ადამიანები ესე რაციონალურად გონივრულად უდგებიან საკითხს მაგრამ აი ეს უნდა უმრავლესობაში სოციალური საკითხის წამოწევა ჩვენ რამდენჯერმე გქონდა ირაკლი ხო საუბარი აი სოციალური საკითხი და ამის გამო ჩვენ ვერ გამოვდივართ იმიტომ ხალხი არ მოდის ამაზე ხო მოდი აი რაღაც დავარქვათ რაღაც გარკვეულწილად მონოპოლიური საკითხის წინააღმდეგ ბრძოლა აი მონოპოლისტები ხო რეალურად დღეს ჩვენთან საქართველოში არის რამოდენიმე ხო აი ის ვთქვათ ესენი არის მაგალითად სუპერმარკეტების ქსელები ბენზინების სუპერმარკეტები სადაც სავანტყოფოები სკოლები ყველგან სასაფლაოები ყველგან არის აი ამია ხო და მოდი ნუ დავარქვევთ ამას ჩვენ რაღაც სოციალურს აი გამოვიდეთ აი ამათი საწინააღმდეგოთ აი მონოპოლისტური სამსახურების აი მომსახურების საწინააღმდეგოთ ხო ეხლა ხო რეალურია ირაკლი რომ მე რო ვარ გლეხი ანუ მეწარმე მე ვერ შევიტან ჩემს პროდუქციას ვერც ერთ მაღაზიაში თუ რაღაც გარკვეული თანხა არ გადავიხადე ეს ხო აბსურდია ხალხო მეწარმეებსაც ეგეთი პრობლემა აქვს კაცო აი ყველას ხო პროდუქცია გააკეთე სად უნდა შენი მაღაზია უნდა გახსნა მერე შენ თუ არ გაყიდე მერე ანუ თლიანად შენ უნდა აიღებენ ჩაგძირავენ შეხედე რამხელა ის აქვს
რამხელა შესაძლებლობები აქვთ ამ მოპარული ფულებით აშენდნენ და ეხლა უნდათ რომ შეიძლება ამდენ ჰიპერმარკეტები და რაღაცა იყოს ქვეყანაში. საქართველოში როცა საჭიროა ჩვენთვის რეალურად საჭიროა მცირე მეწარმეები იყოს. აუცილებელია, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვართ, არ შეიძლება დასაქმება არ მოხდება, არ შეიძლება ერთმა კაცმა მილიარდი შოოს და დანარჩენი იყოს 300 ლარზე იყოს. არ შეიძლება და ვერ გაიგეთ. ნეპოტიზმი, რა უბედურება, მაგრამ იცით რა, მაპატე და ხალხი ფეხებზე კიდიათ, ოღონდ თვითონ მოეწყონ 4 წელიწადში იმდენი უნდა იშოვონ, რომ შვილთაშვილს ეყოს და მერე მიდიან ან არ მიდიან და მერე უნდა გააგდო და თელი აღარ მორჩა ეს ეპოპეა. გისმენთ, ალო. მოგესალმებით. გამარჯობათ. უპირველეს ყოვლისა, გულის ტკივილის მინდა აღნიშნო. ამ ზანეთ ალო აითიშა და ეს ყველაფერი ხო მთლიანად მოქმედებს დემოგრაფიულ კრიზისში ვართ უკვე ხალხო აღარ არის კი არავის წინააღმდეგი არა ვართ მაგრამ გაიარეთ დემოგრაფიული ხო უმაღლეს სასწავლებლებთან გაიარეთ ქართულს აი 10-ში 2 ქართველი იქნება ქუჩებში გაიარეთ ნახეთ უკვე გაიკრიფა საქართველოს აღარა ვართ ხალხო გენოფონდი მიდის და მილიონიც არ დავჭით ქართველები და ასე ნელ-ნელა როგორც მიშა სინგაპურიზაციას ამზადებდა ქვეყნისას ეს უკვე შეფარულად ხდება და შეფარულად მიდის ამის გაკეთება და ეხლა ის პროცესიც რომ ბიჭო უყურე აჭარა გურიაშიც კი მე ვერ წარმომედგინა რომ ამდენი მუსულმანური საზოგადოება იქნებოდა და ზარია და შემდეგ გავაგრძელებთ გისმენთ ისაუბრეთ ცოტა ტელევიზორს მოშორდით რა ეს ხმა მასვება ცოტა ფერმუქცილო ჩასწარდა სომხეთის მაგრესთან მაგართან დაკავშირებით ვიღაცები გამოდიან და ამოყენ რუსეთმა მოაწყვეს არეულობა ერთი გამაგებიეთ რომელიც იყო ინდოეთრო გადავიდა რომელი იყო სუქართველები არ იყო რაცო რატო აბრალიან ყველაფერ რუსეთი რუსეთი რა შუაშია სტრატეგიით არ გვიყოფა ეს აღარ დავაბრალო ჩვენ წამბაძველი ხალხი ვართ ჩემო კარგო ეს ეხლა გადმოღებული აქვს საზღვარგარეთიდან რომ გასვლა გამოსვლა რაღაცა არეულია ხალხს ტვინი უფრო სწორად უფრო მეტად ახალგაზრდობას და რაღაცა გონიათ რომ ამითი რამეს აკეთებენ ევროპაზე მინდა კიდე ორი ციკვა თქვა კი ბატონო ევროპაზე გათო რომელი ევროპა 50 მილიონი შეჭამა უგულავამ და გამოაშვების სპალონე მაინც გამოუშვებდა იქ მაგრამ იქიდან მოუწოდებდა გამოუშვეს ამას ქვია ევროპას ბოდიში და მადლობ არაფერს რა თქმა უნდა არც ევროპა და ცით რა ევროპა რო გეუბნება რომ სასამართლოს გადააბიჯე და გამოუშვი ესე არ ხდება რა არ შეიძლება ამ ნაბიჯს თუ გადადგამეს ეს სახელმწიფო ჩამოშლილია და საერთოდ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს კი ეს შეიძლება რაღაც მულაჟია მაგრამ ახლა როგორ შეიძლება ასე ვიღაცა მინისტრმა მივიდეს და აბა წამოდი ახლა ციხიდან სასამართლოს მისჯილი ეს ევროპას კი არ უნდა ჩემო კარგო აი ერთს გეტყვით რომ საქართველოსი ომის დაწყების ინიციატორები იყვნენ აი კიევში გაქცეული ის ნაძირალა ქართველები რომლებიც საქართველოს დედა უტირეს აი ისინი იყვნენ ინიციატორები ამ ყველაფრის თუ ბალტიისპირეთი და პოლონეთი ხო ბალტიისპირელები და პოლონელები იყვნენ 9 აპრილის შემოქმედები აი იქ იყვნენ ეგენი იქ ვიყავით ჩვენც მობრძანდა პატრიარქი და არ დაუჯერეთ რომ გადადი აბა როგორ და შეაგულიანეს იქ ლიდერები ვინც იყვნენ ისინი და არ დავიშლებითო და რა მივიღეთ ახალგაზრდა გოგობიჭები დაიღუპნენ ხალხი მოიწამლა ხალხი დაინვალიდდა და რა დაბრუნდნენ კომუნისტები და დღესაც ეს ბივში კომუნისტები არიან აგერ სათავეში მათი შთამომავლები გისმენთ ზარია გამარჯობოთ გამარჯობთ აი ძალიან ალო დიახ გისმენთ ისაუბრეთ
გისმენთ. რაღაც შეგიძლიათ ტელევიზია. ალო, გისმენთ ისაუბრეთ. თოდი არ არის? დიახ, გისმენთ. რაღაც სხვა თემაზე ლაპარაკობთ და გაითიშე ალბათ. კარგი, ხო და რა ვიცი, იმდენი პრობლემები დაგროვდა ქვეყანაში, რომ უკვე ადამიანმა აღარ იცის საიდან დაიწყოს და სად დაამთავროს და ერთი გამოსავალს ხედავს, იქნებ რამე იშოვოს და ოჯახში მიიტანოს. ამ დონემდე დაგვიყვანეს ხალხო. აღარ ეხლა ის გვიხარია, რომ რაღაცა სპორტსმენებმა ცოტა რაღაცა წამოიწიენ და ის გვახარებს და გვახალისებს, თორე მეტი ახლა ადამიანს რა უნდა ისედაც ხანმოკლე ცხოვრებაში რაღაცა კარგი უნდა ნახოს და ტელევიზორს ვერ ჩართავ, იმიტომ რომ სულ ნეგატივი ანის ლაპარაკობს, ან ნეგატივია სულ და კრიმინალური ქრონიკებია რა, ან ერთმანეთის რაღაცა ლანძღვა გინება, რაღაცა ჯანდაბა არაფერი არა და ზარია მოусმინოთ ირაკლი ყვე. გისმენთ? გამარჯობათ. გაგიმარჯვეთ. ესე იგი, რა მინდა გითხრათ ბატონებო, ოპოზიცია არაფრად არ ვარგა. აქტიურად ოპოზიცია არ აყვავს ახლა. ხელოვნური ოპოზიცია გვყავს, ქალბატონო, ქოცების მიერ დასმული. არა, ერთი წამით მე რა კი ჩემი აზრი მინდა დიახ, ისაუბრე. რატომ არ აყვავს იცით? ოპოზიცია ყავდა, იყო 1991 წელს. 87% მოსულმა მრგოლმა მაგიდანი და გამსახურდიებს მეთაურობით 91 წელია ლაპარაკი 13% ოპოზიცია ერთი წლით მოსულით არ იყო წლების მოსული დაამხო ერთ წელიწადში პრეზიდენტიც მოკლა აი ეს იყო ოპოზიცია ჩემო ბატონო რომელ ოპოზიციაზე ლაპარაკობ ეს ოპოზიცია არ იყო ქალბატონო ეს იყო ხუნტა იყო აი ეს იყო ოპოზიცია ერთ წელიწადში ეს იყო სამხედრო ხუნტა სახელმწიფო გადატრიალება 87% ეხლა ოპოზიციას ჰქონდა 49% ხელისუფლებას ეგერ დღევანდელს 51 და ეს 49% მიღებული ოპოზიცია ვერაფერს ვერ აკეთებს. მადლობა ქალბატონო. მადლობა ეს არის. ჯერ არა ქალბატონო იმას ვერ დაგეთანხმებით რომ იქ ოპოზიცია მუშაობდა ჩვენ ამისი თვითმხილველი ვიყავით, რა თქმა უნდა მონაწილეობა მონარქისტებს არ მიგვიღია და იარაღი არ აგვიღია ჩვენი ხალხის წინააღმდეგ და ღმერთმა დაგვიფაროს ქართველს ესროლოს ხელისუფლებისთვის ან რამე სხვა რამისთვის ეს იყო პროკომუნისტური ნეოკომუნისტური ხო შეიარაღებული რომ ვთქვა შეიარაღებული გადატრიალება რომლის სათავეშიც იყო ამხანაგი ედვარდ შევარდნაძე და ის ადამიანების ჯგუფი რომელსაც ზვიადი იმიტომ ჩამოაგდეს რომ მან საქართველოს არ გაყიდა არ გააჯართა არაფერს ხელი არ ახლო ხალხს ქონება დაურიგა ყველა ვისაც ბინები ქონდა ყველას მისცა და პური არ გააძვირა და აი ეს ვეღარ აიტანეს და ქვეყანა შემოვიდა ნაძირალა შევარდნაძე და გააჯართა და გააცამტვერა მთელი საქართველოს გაყიდა დაურიგა თავისიანებს და დღეს აი მათი შთამომავლები ზიან იქ პარლამენტში და იქიდან გვებლატავებიან იმიტომ რომ ფულები მოიპარეს და დღეს ზიან იქა და მილიონერები გამიხდნენ და იმათი სტოსი მიყავთ დღეს აი ეს არის ყველაფერი რა ზარია მოусმენთ გისმენთ ალო დიახ გისმენთ გამარჯობათ იცით ეხლა ერთხმად ეხლა მაინტერესებს თქვენ ეხლა ლაპარაკობთ ოპოზიცია და პოზიცია და რა განსხვავება თქვენ შორის ოპოზიცია არის და მიგვაწერს ევროპაში მთავრობა მიგვაწერს ევროპაში დღეს იყო გადაცემა გერმანიიდან რომელმაც გამოაცხადა რომ ჩვენ გვჭირდება ემიგრანტები რომ არ იყოსო ჩვენ საერთოდ გერმანელები გერმანულ ენაზე მოლაპარაკე ხალხი აღარ გვეყოლებაო ჩვენ გველოდება მაგი
ცოტა ხანში ახლა შემოვა უკვე შემოსული არის. მათო ჩვენთან გერმანელი კი არის ემიგრანტები შემოღულება. ჩვენ ვეყოლება ისინი რა ქვია პაკისტანიდან. როდადien შავშავი ხალხი და ჩვენ რა მაყურებელი იქნებით ყველა. ჩავობა იქნება ძალიან გამოყურებელი. ისინი ხმას მისცემენ მხოლოდ მთავრობას თქვენ დაგეკიდაუყურეთ. და მაგრამ მე ვიგისმენთ საერთოდ თქვენ მოგეცით მასახმა ოჯახმა რვანონეთ ეხლა რო იყოს არჩევნები ნამდვილად არის ამისცემ იმდო დიდი არაფერი განსხვავება თქვენ ახლა რო დაჯდეთ რა შეცვლი აბსოლუტურად არაფერს არავის ალაპარაკობს იმაზე რომ ეს შენობები შენდება მისშენდება იმ სასწრაფო როცა ჩვენ ავსაუბრობთ ქალბატონო თქვენ გვისმენთ ჩვენ პირდაპირ მაღაზე გვაქვს აქცენტები აღებული რომ არ არის აქცენტი არ არის სანამ ადები წვრილია ესენსი შემოვა ხალხი და რაღაცას იტყვის მადლობა ქალბატონო მადლობა დრო ძალიან ცოტა გრჩება და ქალბატონო რაშია იცით საქმე კიდევ ვიმეორებ აქ ჩვენ ვაყენებთ პრობლემებს საზოგადოების წინაშე საზოგადოებამ ეს უნდა გაიაზროს და უნდა მოთხოვნა იყოს რომ მოდით გამოვიდეთ დაუპირისპირდეთ მოდი პროტესტი გამოვთქვათ თუ პროტესტს არ გამოვთქვამთ იმის არ იყოს თავზე დაგვაჯდებიან და იქნება ესე თავისთვის მშვენივრად ცხოვრობენ თქვენ თუ გონიათ ჟორდანიაზე ნაკლებად გაიქცევიან ამ ქვეყნიდან ძალიან ცდებით ყველა გაიქცევა და წავა და ყველას აქვს თავის საფარი იმ თავის ევროპაში და ამერიკაში ჩვენ დავრჩებით აქა და ჩვენი შთამომავლობა დარჩება და ყველაფერის გაკრეფილი გაკოტრებულ ქვეყანას დაგვიტოვებენ ქვაზე არ დარჩება თუ გინდათ იცოდეთ ეგრე იქნება რა ვიცი და თუ აზრზე ვერ მოვართ საზოგადოება ვიქნებით ესე ყოველთვის ხმა უდაბნოსა შინამ ღაღადებლისა არც არაფერი შედეგი დადგება და ესე წავა და კიდე მოვლენ 1-4 წლით მერე კიდე 20 წლით და იქნებიან ასე თუ გაგრძელდა გისმენთ ძალიან გამარჯობათ გისმენთ ქალბატონო ბატონებო კანო დიახ ისაუბრეთ იცი გრავ გამოქვს მისახალხი ხალხი ნაცისტები და შემდეგ კოციები ბატონო რომ არ მიიღოთ ეს ნაციონალისტები თავის უკეთ აი რა მოხდებოდა რამოს გადავარდებოდა ბოდის გიხდით გაიმეორეთ რა შეკითხვა ქალბატონო არ უნდა მივიღოთ ჩვენ ნაცისტების კოციები ვერდი ჩვენ არც მიგვიღია ქალბატონო ერთი წუთი ძალიან ჩემი მოკლება გამოსავალი არის პარტანონი თორე ვერავის გადავარდეთ ვერავის მომიჯურე ისთან ყველა უნდა აგოს ასეთი ვარსაკეთა იმადა მეფე სუსპენდი რა ხდებოდა რა დავუძრობდე და ასე შეგვიძლია Ultima leoniste daravit angustia falso უგარქოდა და ის როგორ არის და milioни ტონება უგალ არ ხალხო ეს უნდა დაიწვა ყველასთან ოპერცია ყველა და ანუ სუარცია პარი ვერასდროს მოდი გადავყარო მადლობა ქალბატონო მადლობა ჩვენი საეთერო დრო იწურება ბოდის გიხდით და მადლობა ზარისთვის არა გვესმის გულის ტკივილი ქალბატონო მაგრამ იცით რა არის ამ საკითხებს ყველაფერს ჩვენც ვაყენებ და ჩვენც გესაუბრებით ჩვენ გვინდა რომ ყველაფერი იყოს დაალაგებული ну ყველაფერს ვერ დაალაგებ მაგრამ ძირითადად ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული სასამართლო უნდა იყოს სამართლიანი და მე სამართლებრივი ქვეყანა აშენდება და რაღაცა იქნება თუ განცდა აქ ადამიანს რომ ის თავისივე ქვეყანაში სამართალს და სამართლიანობას ვერ ხედავს იმისთვის ყოველთვის იქნება აზრი იმისი რომ ამ ქვეყნიდან გაიქცეს თავის შეაფაროს სადმე და იქ რაღაცა იშოვოს რომ თავის ქვეყანაში თავისი ოჯახი შეინახოს და ეს არასწორია
ჩემო კარგებო, ძიმე მარხვა, მე მინდა გისურვოთ, რომ მარხვის მადლი შეგეწიოთ, ბედნიერი და მშვიდობიანი აღდგომა დამდგარიყოს ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, საერთო მსოფლიოში მშვიდობა ყოფილიყოს და ჩვენც გონივრულად გავუსაჯოთ ის, რაც ხდება და იქნებოდეს, იქნება ერად შევდგეთ და იქნებ ქვეყანაც გადავარჩინოთ. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ, წარმატებები და გამარჯვება საქართველოს. მომავალ შეხვედრამდე 4 შაბათს 6-ის ნახევარზე. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა.